კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს ანუკა ბურავა გაგაცნობთ. ხმის მიცემის ფარულობისა და ბიულეტინების შენახვის წესის დარღვევა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და მათთვის კენჭისყრის პროცესის მონიტორინგის შეზღუდვა. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია პროკმოლექსი მოლდოვაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. საარჩევნო უბნების გახსნიდან თითქმის 2 საათში სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 73 განცხადება შეისწავლა, 40 შემთხვევაში კი საარჩევნო წესების დარღვევა დაადგინა. მათ შორის არის საარჩევნო უბანზე უცხო პირთა დაუსაბუთებელი ყოფნა და საჭირო ინვენტარის არარსებობაც. 101 ადგილიანი პარლამენტისთვის 15-მდე პარტია, 4 კოალიცია და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძვის, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით მთავარი დაპირისპირება 2 პოლიტიკურ ძალას შორის გაიმართება. ეს არის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პარტია და მისი წინამორბედის იგორ დოდონის ბლოკი. კენჭისყრის ბოლო კვირას არჩევნებში მონაწილეობა 2 პარტიას აუკრძალეს, მასობრივი არეულობის მომზადების ბრალდებით პოლიციამ 74 პირი აიყვანა. კიდევ ერთი სკანდალი კი ეგრეთ წოდებული სომხური карусელის სავარაუდო სქემას ეხება, როდესაც ერთ-ერთ სტამბაში კიშინიოვის პოლიციამ უკვე შევსებული ბეჭედ დარტყმული ბიულეტინები იპოვა. მოლდოვაში მიმდინარე არჩევნებს კურიერის გადამღები ჯგუფი აშუქებს ლუკა ჩანგელიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი და რა განცხადებები კეთდება ადგილზე. ლუკა, გისმენთ. ანუკა, პირველი საათის მონაცემებით საარჩევნო უბანზე საკუთარ კანდიდატს მხარე უკვე დაუჭირა 750,000 ამომრჩეველმა, რაც სრულად ამომრჩეველთა 26,3% შეადგენს. ამის პარალელურად მოქალაქეები კვლავ საუბრობენ გარკვეულ პრობლემებზე, რომელიც საარჩევნო უბნებზე წარმოიქმნება, როგორც უკვე თქვი, ისინი მიმართავენ კიდეც სხვადასხვა ორგანოებს დახმარების მოთხოვნით. ძირითად შემთხვევებში მოქალაქეების პრეტენზიები უკავშირდება საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით არ შეშვებას, ასევე უბნებზე იმ პირების გამოჩენას, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან ან რეგისტრაცია ერთხელ უკვე გაიარეს. ამაზე უკვე რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტიები აქ საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდი სომხური каруსელის დატრიალებას აპირებდა საარჩევნო უბნებზე, რათა ხმების უმეტესობა საკუთარი თავის სასარგებლოდ დაეწერა, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ დასტურდება თავად მაია სანდუს პოლიტიკური ბლოკის მხრიდან. ის ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება არის. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ასევე ვხედავთ 2 პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაახსნეს საარჩევნო სიებიდან და მათ არც კი აუხსნეს დასაბუთებულად გარდა ფინანსური შემოსავლებისა სხვა რა მიზეზით შეიძლებოდა, რომ მათ არჩევნებში აღარ მიეღოთ მონაწილეობა. ყოველ შემთხვევაში ამ მომენტისთვის საარჩევნო პროცესი კვლავ გრძელდება. დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი უშუალოდ რომელი პარტია არის გამარჯვებული. მანამდე კი თავად ამომრჩევლები საკუთარ აზრს ტელეკამერებთანაც ასაბუთებენ და ამბობენ. მე ხმამივეცი მშვიდობას და სტაბილურობას, როგორც მსოფლიოში, ისე ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ სახელმწიფოს განვითარების რესურსი ნამდვილად აქვს. მე ხმამივეცი ჩემი შვილების უკეთეს მომავალს, გზას, სადაც ხალხი კარგად ცხოვრობს ომის და რეპრესიების გარეშე. იმედი მაქვს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. მოლდოვის მომავალს მივეცი ხმა, 3 შვილი მყავს. ჩემი საფიქრალი, ჩემი ოჯახია. მჯერა რომ ისინი უკეთეს ქვეყანაში იცხოვრებენ. მე ცვლილებებს მივესალმები. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მისი მოსაზრება მოგვესმინა თავად იგორ დოდონისგან, მაია სანდუს მთავარი მოწინააღმდეგისგან, რომელიც სოციალ-დემოკრატულ პარტიას წარმოადგენს მოლდოვაში. იგორ დოდონმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს რეპრესიები და მაია სანდუ სახელმწიფო აპარატების ჩართულობით ცდილობს ხალხზე ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესში, რათა ადამიანებმა მაია სანდუს პარტიის სასარგებლოდ მისცენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა. დოდონმა ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ ოპოზიციას ფაქტობრივად ქვეყანაში მუშაობის საშუალება არ ეძლევა, რადგანაც მაქსიმალურად თითქმის ყველა ორგანო ცდილობს, რომ მათ პრობლემები შეუქმნან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად. იგორ დოდონის განცხადებით დღეს შეიძლება მოლდოვაში რუმინეთის მსგავსი სცენარი განვითარდეს, ანუ მაია სანდუმ არჩევნების შედეგები გამოაცხადოს გაუქმებულად და თქვას, რომ გარეჩარევების გამო ეს შედეგები მისაღები არ არის. სწორედ ამიტომ დოდონი ხვალ 12 საათზე აბსოლუტურად ყველა მოლდოველს მოუწოდებს, რომ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბონ იმ შემთხვევაში, თუ მაია სანდუ საკუთარ ბლოკს გამარჯვებულად გამოაცხადებს და ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყვის, რომ მოლდოვის მოსახლეობის უმეტესობამ ხარი კვლავ მოქმედი პრეზიდენტის პარტიას დაუჭირა.
მაია სანდუ მიდის რუმინული სცენარით, უნდა საპარლამენტო არჩევნების ანულირება, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევის მოტივით, რადგან ჩვენ ვიმარჯვებთ. ამიტომ ხვალ 12 საათზე ყველა გავდივართ პარლამენტთან. დღეს კი ყველას მოგიწოდებთ მოდით არჩევნებზე. უკვე ნათელია რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. მაია სანდუს პარტიას საპარლამენტო უმრავლესობა აღარ ეყოლება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არც მახსოვს არც ერთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს უფლებას მისცემდა, ასე უდიერად მოქცეოდა საკუთარ ხალხს. ხალხი დაშინებულია, აზრის გამოთქმის ეშინიათ. ძვირფასო თანამოქალაქეებო, დღეს შესაძლებლობა გვაქვს ამას ბოლო მოუღოთ. ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ძალიან სერიოზულად დაირღვა, ამაში საარჩევნო კომისია და ხელისუფლება მონაწილეობდა. საკუთარ მოქალაქეებთან საბრძოლველად ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხალხს სჯიდნენ და აჯარიმებდნენ. ხელისუფლების ყველა ორგანო ოპოზიციას ებრძოდა და მმართველი პარტიის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. იგორ დოდონის განცხადებასთან ერთად ჩვენ ზუსტად ახლა მოვისმინეთ უკვე საარჩევნო სიიდან ამოღებული პარტიის მოლდოვის გულის ლიდერის განცხადება, მის მსგავსად ასევე დიადი მოლდოვის ლიდერიც, ესეც ერთ-ერთი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ იღებს და მას ეს 2 დღით ადრე უთხრეს, ფიქრობს, რომ მაია სანდუს გუნდი ახლა ოპოზიციის წინააღმდეგი იბრძვის, რათა მოლდოვაში არ გაიმარჯვოს ოპოზიციურმა ბლოკმა და არ მიეცეს ქვეყანას განვითარების საშუალება, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები კვლავ მოუწოდებენ ამ მომრჩევლებს საარჩევნო უბნებთან მისვლის შესახებ და ამბობენ, რომ დღეს აუცილებლად გამარჯვებული ის აზრი იქნება, რომელიც მშვიდობის მხარეს დგას. მადლობა, ლუკა ჩანგელია საუბრობდა მოლდოვიდან პირდაპირ ეთერში. მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი პოზიცია საარჩევნო უბანთან უკვე დააფიქსირა ქვეყნის პრეზიდენტმა. ხმის მიცემის შემდეგ მაია სანდუმ მოქალაქეებს მიმართა და თქვა, რომ აუცილებელია დღეს არჩევნებში მონაწილეობა ყველა მოქალაქემ მიიღოს. ძვირფასო მოქალაქეებო, ყველას მოგიწოდებთ, წახვიდეთ არჩევნებზე. ჩვენი ძვირფასი სახლი მოლდოვა საფრთხეშია. მისი გადარჩენა დღეს არჩევნებზე მისვლითაა შესაძლებელი. ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. ჩვენი ქვეყნის ბედს გადაწყვეტს თქვენი ხმა და არა ნაყიდი ხმები. მოდით, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ მოლდოვა არის არა მხოლოდ პატარა ქვეყანა, დიდი გულით, არამედ ღირსეული ადამიანების ქვეყანა. ადამიანების, რომლებიც არ ყიდიან საკუთარ ქვეყანას არც 400 ლეისთვის, არც 400 ევროსთვის. მოდით, არ მივცეთ ქურდებსა და გამყიდველებს ჩვენი მომავლის გაყიდვის საშუალება. წინ მივდივართ მშვიდობით, ჩვენი ევროპული მომავლისკენ. ახლა კი საქართველოს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ირანის მოქალაქეს, რომელიც 50 მილიონის ღირებულების 200 კილოგრამი ჰეროინის საქმეზეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, თევზის საკვებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით წითელი ხიდიდან შემოვიდა. ტვირთში დამალული იყო 8 ტომარა, რომელშიც 200 კილოგრამი ჰეროინი იყო მოთავსებული. პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება შეიცავდა როგორც ჰეროინს, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერება დიაზეპამს. ირანის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას და საქართველოში შემოტანას ედავებიან. რა თქვა თავად ბრალდებულმა და რა შუამდგომლობები ჰქონდათ მხარეებს, ხათუნა გაგნიძეა საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის უფრო მეტს. ხათუნა, გისმენთ. სანამ მოსამართლე ირანის მოქალაქეს მარსულ ჯავან ბაქბაღლუ შეუფარდებდა ყვეთის ღონისძიებას პატიმრობად, მისცა უფლება ესარგებლა პოზიციის დაფიქსირებით. როგორც ბრალდებულმა სხდომაზე განმარტა, ის არის მსხვერპლი, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა ნარკოტიკის არსებობის შესახებ იმ სატვირთო ავტომობილში, რომლითაც ის ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა. როგორც მან განმარტა, ამ სატვირთო ავტომობილის მფლობელის მიერ დაქირავებული მძღოლია ბოლო 6 თვის განმავლობაში და შეასრულა რამდენიმე ტრანზიტული გადაზიდვა, მათ შორის რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოში გავლით, თუმცა როგორც თავად ამტკიცებს, არასოდეს დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია. დღეს ბრალდებულის ადვოკატი სწორედ ამ სიტყვის შემდეგ ითხოვდა მისთვის მოსამართლეს არ განესაზღვრა არც ერთი აღკვეთის ღონისძიების სახე და როგორც ადვოკატი ამტკიცებდა, თავისუფლების შემთხვევაში ბრალდებული თბილისში იქირავებდა სახლს და ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ გამოძიებას დაახმარებოდა. საპირისპირო შუამდგომლობა ჰქონდა ბრალდების მხარის წარმომადგენელს, პროკურორმა მიმალვის საფრთხიდან, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებიდან გამომდინარე, მოითხოვა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის დაკავებული პირის პატიმრობაში დარჩენა და მოსამართლემ დააკმაყოფილა სწორედ პროკურორის შუამდგომლობა, რასაც ადვოკატი არ ეთანხმება. ბრალდებულმა
პროცესზე გააჟღერა, ის არის დაქირავებული მძღოლი, რომელმაც ობიექტურად არ შეიძლება რომ სცოდნოდა, რომ სატვირთოში იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალება, ვინაიდან ეს სატვირთო ავტომობილი ეკუთვნის სხვა პიროვნებას, ეს ტვირთი იყო სხვა პიროვნების და კომპანიის, შესაბამისად, მან არანაირი ინფორმაცია არ იცოდა ამის შესახებ. დღეს სასამართლოს ხდომაზე მან მისცა განმარტებები, მან არ აღიარაჩადენილი ქმედება და განმარტების თაობაზე რომ ამ თვითთან დაკავშირებით არაფერი არ იცოდა. თვითი დოკუმენტურად გინდებოდა რომ როგორც შემოვიდა როგორც თევზის საკვები, თვითი განკუთვნილი იყო ტრანზიტით ბულგარეთის რესპუბლიკაში გადასატანად. გამოძიებას ორი სხვადასხვა ინფორმაცია აქვს თუ სად დაიტვირთა სატვირთო ავტომობილი, რომელიც საქართველოს გავლით ბულგარეთში უნდა ჩასულიყო 200 კილოგრამამდე ჰეროინითა და ფსიქოტროპული ნივთიერებით. კერძოდ, როგორც პროკურორმა განმარტა, ამოღებულია დოკუმენტები ერთის მიხედვით ეს ტვირთი ირანიდან წამოვიდა, მეორეს მიხედვით კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. რა კავშირი ჰქონდა დაკავებულ სატვირთო ავტომობილის მძღოლს, ირანის მოქალაქეს, დანაშაულებრივ სქემასთან და ვინ იდგა ამ სქემის სათავეში. ამისთვის გამოძიებას 55 დღიანი ვადა აქვს. წინა სასამართლოს ხდომა 20 ნოემბერს არის ჩანიშნული და სწორედ საქმის არსებითი განხილვის დასაწყისში გაირკვევა მეტი დეტალი. მადლობა საქალაქო სასამართლოდან ხათუნა გაგნიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კურიერთან კომენტარს აკეთებენ საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებული ბავშვების მშობლები მათი ინფორმაციით 4 მოზარდი სათამაშო ტყის მიმდებარედ იმყოფებოდა და ტერიტორია აერიათ. ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს, თუმცა 112-ში განხორციელებული ზარის და ქართული მხარის ჩაარების შემდეგ 4-ვე დაახლოებით 9 საათში გამოუშვეს. მშობლები ამბობენ, რომ ქართულმა სამართალდამცავმა უწყებებმა ბავშვები ოჯახებს მალევე უვნებლად გადასცეს. ბავშვები წავიდნენ ტყის სათამაშოდ და არ იცოდნენ ტერიტორიულად ჩვენი რომელი ნაკვეთები იყო ჩვენი ტერიტორია და ოკუპირებული რომელი. და რუსის ჯარმა დაიმასქნა და დააკავეს. მაგრამ მალევე გამოუშვეს, რავი, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ძალიან მოკლე დროში მოხდა პოლიციაზე გადმოცემა ბავშვებისა და ბავშვებისთვის არაფერი არ დაუშავებიათ. საზღვრის პირას მივიდნენ ბავშვები და შეხვდათ რუსული სამხედროები და აიყვანეს. და დაახლოებით მალე პოლიციის ჩარევის შემდეგ მალევე გამოუშვეს ბავშვებს. ბავშვებს არანაირი არ შეხვედრიან, არაფერი არ შეხვედრიან, არ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მეუყენებიათ. 112-ში განხორციელების შემდეგ მალევე მოგვარდა ყველაფერი. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულებს შორის ერთი წარსულში ნასამართლებია. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნივთი მტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ, გამომშრალი მარიხუანა, მეტადონი და მეფედრონი. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ამერიკის მოქალაქეც დააკავა. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად ნივთი მტკიცება დამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება, მათ შორის 67 გრამი მარიხუანა, ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები და რამდენიმე ათეული კანაფის თესლი. დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანაში ედება. დანაშაული 20 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 23 წლის ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციისთვის იძებნებოდა, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკის რეალიზაციით იყო დაკავებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 25 აგვისტოდან იძებნებოდა. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მცდელობისა და უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა სასაზღვრო პოლიციამ. ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ბათუმის სამმართველო სასაზღვრო სექტორ კირნათისა და სარფის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით ერთ-ერთი გამტარი პუნქტის გვერდისავლით საქართველოდან თურქეთის მიმართულებით უკანონოდ ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას, ორმა კი უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ერთ-ერთი სატვირთო ავტომანქანაში იყო დამალული, დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავება ქურდობის მცდელობის ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა აიყვანეს პირი, რომელიც ქურდობის მიზნით სხვის სახლში შეღწევას ცდილობდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის სხვადასხვა დროს 3 სახლის ქურდობის ფაქტზე ამხილებული, დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ახლა კი უკრაინა, სადაც ომი ისევ გრძელდება, რუსული რაკეტებისა და დრონების სამიზნე კიევი გახდა. სოლომენსკის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 5-სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 4 ადამიანი. არიან დაშავებულებით, სამძებრო სამაშველო ოპერაცია კი ისევ გრძელდება. დაშავებულები არიან სხვა რაიონებშიც, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც. 34 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაშავდა ზაპოროჟიაში. რუსული ძალების სარაკეტო იერიშის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო, სადაც ხანძარი გაჩნდა. 10 წლის შემდეგ გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციები ისევ ამოქმედა. ეს მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭოზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ წარდგენილმა რეზოლუციამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. აღნიშნული ქვეყნები ცდილობდნენ ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების განახლებისთვის. ხელი შეეშალათ რეზოლუციით კი სანქციების ამოქმედების 6 თვით გადადებას ითხოვდნენ. რუსეთისა და ჩინეთის წარდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 4 ქვეყანამ, 9 წინააღმდეგი იყო, 2 კი თავი შეიკავა. გაერომ ირანს სანქციები 2006 წელს დაუწესა და ის რამდენჯერმე გამკაცრდა. 2015 წელს მიღწეული იყო შეთანხმებები, რომლის თანახმადაც თეირანმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის პირობა დადო. 2016 წლიდან სანქციები ოფიციალურად გაუქმდა. მათი აღდგენის მექანიზმი კი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა 2025 წლის აგვისტოში აამოქმედეს. მათ ირანი 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არ შესრულებაში დაადანაშაულეს. ინდოეთში ცნობილი მსახიობის ვიჯაის წინასაარჩევნო აქციაზე მომხდარი ჭყლეტის დროს სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. მსახიობმა პოლიტიკური პარტია გასულ წელს შექმნა და 2026 წლის რეგიონული არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია მიმდინარე თვეში დაიწყო. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ 58 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. შემთხვევას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. სამხრეთ კაროლინაში პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, რომელმაც ნავსადგურში მდებარე რესტორნის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 პირი. შემთხვევა ქალაქ საუსპორტში მოხდა, დანაშაულის მოტივი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკის იელის კლუბში ნიუ-იორკის მერიასთან ერთად უმასპინძლა უცხოელ კონსულთა საზოგადოების 100 წლის იუბილეისადმი მიწვნილ საზეიმო ღონისძიებას. მაკაბოჭორიშვილმა საიუბილეო თარიღი მიულოცა უცხოელ კონსულთა საზოგადოებას, რომლის პრეზიდენტი ქვეყანა ამჟამად საქართველოა. სიტყვით გამოსვლაში კი ისაუბრა გლობალური კავშირების გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე ქვეყნის მისწრაფებაა გაზარდოს ძალისხმევა, განავითაროს დიასპორული ორგანიზაციების როლი ინკლუზიური და მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფოების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დიასპორების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა ძალიან სასიამოვნო გარემოში. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიასპორის როლს და მნიშვნელობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში და ასევე მან ისაუბრა გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსზე. ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ნიუ-იორკის მერის მოადგილე, სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი და სხვა მაღალჩინოსნები. მოხარული ვარ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ვმონაწილეობ საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ესწრებიან ჩვენი მეგობრები და კოლეგები მთელი მსოფლიოდან. უცხოელი კონსულების საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაცია და სახელმწიფო დეპარტამენტის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც კულტურულ და ეკონომიკურ, ისე დიასპორის მიმართულებით. ვლოცავ უცხოელი კონსულების საზოგადოებას 100 წლის იუბილეს. სურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს და საქართველოს გენერალურ კონსულს, რომელიც ამავდროულად პრეზიდენტია. ჩვენი მიღებისთვის, მასპინძლობისთვის და იმისთვის, რომ მოგცა შესაძლებლობა ერთად გვესაუბრა ნიუ-იორკში გენერალური კონსულების საქმიანობის მნიშვნელობაზე. მჭიდროდ ვთანამშრომლობ საერთაშორისო ურთიერთობების მერიის ოფისთან, რომელიც აქტიურად მუშაობს ყველა გენერალურ კონსულთან, რათა უზრუნველყოს საკითხებისა და პრობლემების გადასაჭრელად მათთვის დიალოგის შესაძლებლობა. ეს ღონისძიება ეძღვნება ნიუ-იორკში დიპლომატების გაერთიანებას და თავად ნიუ-იორკს, რომელიც დიპლომატების ყველაზე დიდი გაერთიანებისთვის არის სახლი. მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობის და საქართველოს გენერალური კონსულის, რომელიც ამჟამად არის უცხოელი კონსულების საზოგადოების პრეზიდენტი ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი შეხვედრა გამართეს. მათ დაზარალებული სოფლების რწმუნებულთან ერთად არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს შტაბი პერიოდულად სტიქიის ზონაში მომუშავე უწყებებს პრევენციულ ზომებზე სამოქმედო გეგმას მიაწვდის. ამ დრომდე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს კაბალი ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე დილიდან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან ქართული ოცნების დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მერი. გრძელდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. შეკრებილი არის ოპერატიული შტაბი, რომელიც რა თქმა უნდა შესაბამის სამინისტროებთან პირდაპირ კონტაქტში ვართ და მობილიზებული არის ტექნიკა, რომელიც ოპერატიულად წმენს იმ ადგილებს, სადაც წყალმოვარდნები იყო მოსახლეობიდანაც ხდება, სადაც წყლის ამოტუმბო არის საჭირო ამ ღონისძიებების განხორციელება და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულებითაც და მოსახლეობის მიმართულებითაც მაქსიმალური დახმარება იქნას გაწეული. რეგიონული განვითარების სამინისტროს უშუალო ჩართულობით და კოორდინირებით შეიქმნა შტაბი. ამჟამად სტიქიის წუთებიდანვე ჩაერთო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც დაგვახმარა მძიმე ტექნიკა. ამჟამად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მუშაობს 10 ერთეული მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს. ამჟამად მდინარის კალაპოტე, ადიდებული მდინარის კალაპოტების მოხდა შეცვლა, მოსახლეობა საფრთხე არ ემუქნება. აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქართული ოცნების ახალციხის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაურმა გუნდის წევრებთან ერთად ფეხი ჩამოიარა ქალაქ ვალის ქუჩები და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოისმინა მათი საჭიროებები, პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ვისაუბრეთ არსებულ საჭიროებებზე, როგორ ხედავთ ქალაქ ვალეს განვითარებას, ასევე ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც ვალეშია. სულ ცოტა ხანში გაიხსნება ახალი კოლეჯი, კონსტრუქტორი, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა დასაქმების კუთხით ადგილობრივებისათვის და ახალგაზრდებს აძლევს ახალ შესაძლებლობას განათლებისათვის. ქალაქ ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩვენს კანდიდატთან ერთად შემოვიარეთ ყველა უბანი, მოვისმინეთ მოსახლეობის საჭიროებები და დავპირდით, რომ პრიორიტეტების მიხედვით გადავჭრით მათ პრობლემებს.
წინასარჩევნო კამპანიას განაგრძობს ქართული ოცნების მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე იაკობ ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლებს ქართული ოცნების თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, მთაწმინდის რაიონის დელეგატთან და მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა. ისაუბრეს თბილისში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ქალაქის საჭიროებებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ბატონ ზურაბ აბაშიძეს შეხვედრა ჰქონდა ვერის მოსახლეობასთან, რამდენიმე 1000 ადამიანი იყო გამოსული და რა თქმა უნდა გაუჟღერეთ ჩვენი გზავნილები, ძალიან მოკლედ შევაფასეთ, განვლილი 4 წელი, ვისაუბრეთ მომდევნო 4 წლის გეგმებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ პოლიტიკურ საკითხებზეც, თუ რა საფრთხეების და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს დღეს და თუ როგორ უმკლავდება ამ ყველაფერს ქართული ოცნება და თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ რომ გავაგრძელოთ იგივე პოლიტიკა და იგივე კურსი, რასაც ჩვენ მივყვებით, ეს არის რა თქმა უნდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენ ქვეყანაში. ჰქონდა საკმაოდ, ესე იგი, ხალხმრავლობითი შეხვედრა ვერაზე. ძალიან უამრავი ადამიანი გამოვიდა და გააფიქსირა თავისი პოზიცია პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რომ არის აბსოლუტური მზაობა ჩვენ მხარდამჭერებში, რომ 4 ოქტომბერს მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რომ იყოს მშვიდობა საქართველოში და მეტი სიკეთე თბილისში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებსა და მეზღვაურებს შეხვდა სულხან თამაზაშვილმა, განაცხადა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა სფეროს წარმომადგენლებს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ისაუბრა მეზღვაურთა სერტიფიცირებასთან და შრომის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საზღვაო სექტორის განვითარება დადებითად აისახება აუცილებლად როგორც რეგიონის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. თქვენი შეტანილი წვლილი ქვეყნის განვითარებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, რომ თქვენი შრომა იყოს მაქსიმალურად დაფასებული, რომ თქვენი უსაფრთხოება იყოს დაცული და მომავალი იყოს სტაბილური. შეხვედრაზე მეზღვაურებს გავაცანით ის მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების ბაზარს გაზრდის და ასევე მოუტანს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მთლიანად საქართველოს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ინიციატივებიდან აღსანიშნია პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული მეზღვაურები, რომლებმაც 2004-2017 წლებში გაეროს პროფესიული კურსები, მათ მიეცემათ საშუალება, რომ აიღონ უფროსი შემადგენლობის სამუშაო დიპლომი. ასევე ჩვენ დღეს მეზღვაურებს გავაცანით ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. სასიამოვნო იყო იმ ციფრების მოსმენა, რა როლის და რა წვლილით შეაქვს მეზღვაურებს ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკური თვალსაზრისით. ასევე მინდა ხაზი გაუსხვა იმ ნაწილს, რომ სახელმწიფოს როლი ყოველთვის დიდი იყო საზღვაო სფეროს მხარდაჭერაში და ეხლა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობით კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ეს მხარდაჭერა ჩვენთვის. რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო ზუგდიდის სოფლებში უფასო სამედიცინო აქციებს მართავს, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა დღეს სოფელ ჩხორიის ამბულატორიაში ჩაუტარეს. პროცესს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ დროული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღოს. სოფლებში ადამიანებისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული საჭიროება სამედიცინო სერვისებისა, კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მომსახურების რჩევის მიღების, თითოეული მათგანისთვის იქნება უზრუნველყოფილი ამგვარი შესაძლებლობით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ეწყობა ეს უფასო გასინჯვის აქცია. ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა იყოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ადგილზე ვუტარებთ უფასო სკრინინგ აქციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი რეგიონის მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს გადაადგილებას, ვერ ახერხებს ჩასვლას რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ადგილზე ხდება გამოვლენა ნებისმიერი დაავადების. რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დღეს შესთავაზა სოფლის მოსახლეობას ხელმისაწვდომი ყოფილიყო განსაკუთრებით ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, მამოლოგიური, ქირურგიული და სხვა სერვისები. მოვემსახურეთ დღეს დაახლოებით 50 პაციენტს.
რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე მოეწყო არაფორმალური განათლების ახალ სივრცეში. სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრიდან დაიწყება. სხვადასხვა პროგრამაზე 700-მდე ახალგაზრდა და მოზარდია რეგისტრირებული. ახალგაზრდობის სასახლე კი აპრილში გაიხსნა. ახალგაზრდობის სასახლის დღევანდელი ღია კარის დღე მოწმობს იმას, რომ ჩვენმა გუნდმა ჩვენს ქალაქში უკვე შევქმნით ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ ოჯახებმა შვილები ატარონ სწორედ ისეთ ევროპულ თანამედროვე სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრებში, როგორიც არის ჩვენი ახალგაზრდობის ცენტრი. ძალიან მომწონს ეს ახალი ახალგაზრდობის სასახლე, რადგან ახალგაზრდებს ძალიან დიდ საშუალებას აძლევს იმისთვის, რომ განვითარდნენ. ძალიან საინტერესო კურსებიც არის აქ, მაგალითად რობოტიკა, ქიმიის ლაბორატორია, ხატვის და ცეკვის. ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა საველე სწავლება გაიარეს. წვევამდელებმა ოცეულის დონის წვრთნის ფარგლებში თავდაცვითი ოპერაცია საბრძოლო სროლებით ჩაატარეს. მათ ამოცანას ოპერაციის რაიონში იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. საველე სწავლებას დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. 2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან. წარმატებით გავარტვით მოცემულ ამოცანას თავი, სადაც მოწინააღმდეგე წარმოადგენდა მექანიზირებულ ათეულს. ჩვენ ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარა 6 თვის ვადაში გავლილი სხვადასხვა სწავლებები და დისციპლინები. ალფა ქვეით მასეულმა ჩაატარა ოცეულის საბრძოლო სროლები უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე. აღნიშნულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი. სწავლებას წინ უძღოდა 6 თვიანი მოსამზადებელი პერიოდი, სადაც წვევანდელებმა გაიარეს სხვადასხვა საბრძოლო მომზადება და დისციპლინები, რაც დაეხმარა დღევანდელი ამოცანის წარმატებით და ხარისხიან შესრულებაში. ბოლო 1 თვის განმავლობაში წვევანდელებს მიეცემა შესაძლებლობა გაიარონ სამთო მომზადება, აერომობილური სწავლება, წყლის დაბრკოლების გადალახვა და მექანიზირებული სწავლება. მადლობა მინდა გადაუხადო ბატალიონის პირად შემადგენლობას, განსაკუთრებით მადლობა მინდა გადაუხადო წვევანდელებს და მათ ოჯახის წევრებს სწორი არჩევანისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის. პირდაპირ ეთერში უბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.j. დროებით.